ქალთა საერთაშორისო დღე ახალციხელ ქალბატონებს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა მიულოცეს. დღესასწაულისთვის მიზღვნილი აქცია მათ ქალაქის ცენტრალური ქუჩიდან დაიწყეს. კულტურის სამსახურის წარმომადგენლებმა მანდილოსნებს 8 მარტი მიულოცეს და ყვავილების თაიგულებით დაასაჩუქრეს. ქალთა საერთაშორისო დღეა. ულოცავ მსოფლიოს ყველა ქალბატონს, ქალიშვილს, გოგონას, ყველას. ეს დღე ყოფილიყო სულ მზიანი, დარიანი, მშვიდობა და ჯანმრთელობა მისცეს ღმერთმა. Желаю всех благополучия, счастья, здоровья главное и успехов в жизни. ახალციხის გამგეობამ კულტურის სამსახურმა გადაწყვიტა, რომ თავისი მოკრძალებული საჩუქრებით ყველაზე ლამაზი ყვავილებით მიელოცა ქალბატონებისთვის და მინდა რომ ყველა ქალბატონი იყოს ბედნიერი და მოსული იყოს იმ მისით ამ ქვეყანაზე, რომელმაც კვალი უნდა დააჩინოს შთამომავლობას და გილოცავთ ქალბატონებო. ღონისძიების მეორე ეტაპზე მანდილოსნებს ახალციხის განახლებულმა ციხემ უმასპინძლა. ზრუნველობა მოკლებულმა აფხაზეთიდან, სამაჩაბლოსა და ცხინვალიდან დევნილმა ქალბატონებმა გამგეობის ორგანიზებით სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი დაათვალიერეს. დღევანდელი აქციის ფარგლებში ციხის ადმინისტრაციის თანხმობით დღესასწაულის გმირებმა რაბათის ტერიტორია ანაზღაურების გარეშე მოინახულეს. გამგეობამ შემოგთავაზა ასეთი სახალისო ნამდვილად სანატრელი დღე. აქ ამოვედით მაშინით ამოგვიყვანეს თავისი მაშინით, ყვავილებით გვაჩუქეს, მუზეუმით დაგვატარეს ყველაფერი ვნახეთ. გამერტი ეს ყოველთვის იყო ერთ-ერთი ძვირფასი დღესასწაული ქალბატონებისათვის და ასე დარჩება ალბათ მუდამ. ნამდვილად იყო ძალიან საინტერესო მიგნება იმისა თუ როგორ შეიძლება ადამიანებს გაუხაროთ სული და რაღაც საინტერესო გავხადოთ მათი ცხოვრება. სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა 1857 წლის 8 მარტს ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკის მუშაქალების გაფიცვის შემდეგ გაჩნდა. მათი პროტესტის მიზეზი დაბალი ხელფასი და გაუსაძლისი სამუშაო პირობები იყო. ქუჩაში გამოსული გაფიცული ქალები პოლიციელებმა დაარბიეს. მომდევნო წლებში 8 მარტს ფართომასშტაბიანი პროტესტები მოჰყვა. 1910 წელს კოპენჰაგენში პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა, სადაც გავლენიანი გერმანელი სოციალისტის კლარა ცეტკინის ინიციატივით ქალთა საერთაშორისო დღე დაფუძნდა. 8 მარტს აუცილებლად ავღნიშნავდით სამსახურში თუ სახლში თუ ყველგან. ყოველთვის დღესასწაული გქონდა ხოლმე და დღესაც ასე გვინდა რომ დღესასწაულს დავესწროთ. მეუღლე მყავს ჩემსავით მოხუჩი. მინდა რომ გავახარო. აი ეს არის მეტი არაფერი შვილო. დღევანდელი საქველმოქმედო აქცია მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დასრულდა. მუნიციპალიტეტის გამგეობამ ზრუნველობა მოკლებული და დევნილი ქალბატონების სპექტაკლზე დაბადიჟა. მესხმა მსახიობებმა დღესასწაულის გმირებისთვის ქეთევანი ითამაშეს. აღნიშნული აქცია ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით წელს პირველად ჩატარდა.